მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამისაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლის ეროვნული ბანკის კურსით 1,164,000 ლარის ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100,000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე მიიღო უარი. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500,000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250,000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მესამე ნაწილის ექვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით. გმადლობთ ყურადღებისათვის. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორ სემზარ გაგნიძის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამისაღების ფაქტზე დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე. დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვრცლად საკითხზე 3 საათიან კურიერში